ჩემპიონები რო გადმოდიან სხვა ორგანიზაციიდან UFC-ში ვერასრულებენ რა. კი, ბრენდონ ალენს ვიცნობ, ერთ გორჩი და კარგად ვიცნობ. მაგრამ მე არ მეგონა რომ ეგ ბრძოლა ეგრე დამთავრდებოდა რა. ჯიგარი მასტია ისე? კი, აი როჟა. მე აზრ მახაჩევზე ზემოთ უნდა იყოს. მახაჩევზე. ანუ ილიაზე ზემოთ ილიაზე ზემოთაც უნდა იყოს. ფიტის ფასდება ზემოთ უნდა იყოს ყველას. რაღაცნაირად ცდილობენ ქართველი მებრძოლების დაკნინებას რა. ილია რო ავიღო და მე რა რო ავიღოთ რა. ის რაღაცა აბსოლუტურ რაღაცებს იცახიან. რომ სასაცილოა რა. პარტერნი გასვლა მინდა რომ გავაკეთო ესპანეთთან. ვაჩუქებ ტოფურიას, აღარ შევეკამათებით, 1-3 ფეხბურთელი გამოვიგზავნო იქნება სოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. Best country Georgia. let's go man. ქართველებს გაუმარჯოს. shout out ეს ადამიანის სტილი იყო. ეგეთი ენერგიით უნდა დავიწყოთ ყოველთვის და fight hop-ი დაბრუნდა 226 ეპიზოდით და მე ბედნიერი ვარ რომ დღეს დაგვიბრუნდა რომეო 50 ცენტერაძე მამა მეორე გზის ჩემპიონი მამათან გოგოსი რომი გილოცავთ მაო და ყველა fight hopperები ჩვენი მსმენელებისგან მინდა რომ გადმოგცე დიდი მოლოცვა რა გილოცავთ მაო ესეთი სიბედნიერე რავი კამარიც არაფერი არ შეედრება ესეთ სიბედნიერეს რა როგორ ახარ კამარი შეედრება თუ არა არ ვიცი ვერ გეტყვი იმიტომ რომ კამარი არც არ მომიგია არა არცეთ დონეზე მაგრამ საოცარი შეგრძნება ნამდვილად გოგოს მამობა ზოგადად თოთო მადლობა პირველ რიგში შენ და ყველას და მიხარია რომ ეს გადაცემას დაკარგული შვილი დაუბრუნდი ხოლო რაც შეეხება გოგოს მამობას ზოგადად თოთო ბავშვი რა პირველად რომ გამოვცემდე პირველი რომ დაიბადა ჩემი ბიჭი და ის პერიოდი ისე სწრაფად გაიარა მაგ პერიოდმა არ ვიცოდი რა მაგარი პერიოდი იყო და ეს პირველი წლები რაც ბავშვი რო ყველაზე ისეთი არის აი საბურთალო სათამაშო სავითროა და პირველი გამოცდილება როდესაც არის ვერ ხვდები რომ ეს ძალიან სწრაფად გავადრო და მე უკვე აღარ დაბრუნდება და თორე მეორედ გეძლევა ამის შანსი უკვე რომ დატკბე ამ პერიოდით უკვე ყველა წუთით უკვე 2 მაგად და 10 მაგად სიამოვნებას იღებ და ტკბები და იმახსოვრებ რა და ერთიურად უფრო მაგარია რა და მადლობა ღმერთს რომ დედაც ბავშვიც ორივე ჯამთელად გამოვიდნენ სამშობიაროდან რა ვიცი მოკლედ ძალიან ბედნიერები ვართ ძალიან გვეხარია ვჭირდებოდა ეს პოზიტივი რთული ზაფხული გადაიტანა ჩემმა ოჯახმა ძალიან მამა ჩემი მე მატილდას დაბადების წინა დღეს მამი და შვილი გარდამეცვალა 6-ში და 7-ში გაჩნდა ბავშვი რა და ვიზიარებ მოკლედ არ იყო ნამდვილად არ იყო იული ზაფხული ახლა მე ზოგადად ემოციების დანახება ესე სახალხო და გლოვა და ეს ამჩვევია ამიტომაც არც მე ტყობოდა მთელი ზაფხული რაღაც გლოვოდი და რაღაცა მთელი ზაფხული გლოვაში ვიყავით რა ჯერ მამა ჩემი მე მეორე საირაკლი მე ესა მაგრამ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ახლა ბავშვის დაბადები და მადლობელი ვარ ღმერთის რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა რა და შემოგვიერთა ყველას მადლობა ვინც მომიკითხა ვერ მოვასწარეთ ინტროს გაკეთება, იმდენი ვიჭორავეთ ესე იგი მე და გიო იმდენი ხანია არ ვილაპარაკია. ხო, საერთოდ არ გითქვია ხალხისთვის, ანუ რაზე და ვინ და როგორ როდის და რა და ხედავთ უკვე ჩვენი ძმა, ჩვენი მკვლელი, მთიანი კაცი ლევან ჩოხელი. როგორ ახარ ლეო? ერთი მონატრებული კაცი აბა შენ არ მეძახი გადაცემაში. ვინ? მოგენატრები. რომეო მე. ჯერ არ შემოსულა და უკვე მიტევს.
მოდი მინდა უბრალოდ შევახსენო ხალხს, რომ Fight Hop პოდკასტი არის პირველი დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი, არა მარტო YouTube-ზე, Apple Spotify-ზე და სადაც არ უნდა უსმენდეთ პოდკასტებს, ან უყურებდეთ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ახართ და ჩვენ ვეცდებით, რომ ყოველ კვირა ერთი ეპიზოდი მაინც დავდოთ და გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა. და მოდი დღევანდელი თემები მინდა რომ ჯერ პირველ რიგში გუშინ იყო ბრეივი 99 ლიტვა თუ ლითუანია ქართულად როგორ არის? მგონი ლატვია სხვა ქვეყანა არის ლითუანია ლიტვა აჰა ლიტვა არის მგონი ლიტვა ხო ბოდიში ხედავ ბიჭო ყველაფერი არიცი გაიგე ამერიკელებმა ხო იცი არიციან ამერიკის ეკით რა ხდება ვაფანგო მართალი ხა ბაფანგო იტალიანო ხო და მინდა რომ მოულოცო რა პირველ რიგში ჩემი ბექგრაუნდი ეს არის ბიძის რა და მე ვიყავი ბიძისთან რა თქმა უნდა იცის რომ ბიძი არის ახლოს ჩემთან ყველაზე ერთ-ერთი იმიტომ რომ კუთხეში მოხვდი ბიძისთან მოხვდი რას ქვია შემთხვევით რა ჩხუბზე წავედი და კუთხეში მოხვდი ანუ კუთხე კი არ ვიყავი ჩხუბზე წავედი და ანუ მაგას ვიძახდი რა და კაცი დააღლეთ ხო და ეხა მესმის რომეოსი რა რომეც ნამყოფია კუთხეში ხუაზე ხარ რა ხო რა და ანუ მესმის მაგრამ იმას კი არნიშნავს რომ მე ნაკლებად მიყვარს ლევანი ან რომის ნაკლებად უყვარს ბიძი რა ეგ არის უბრალოდ ურთიერთობის გამაძლიერებელი რამე რა რომ ესეთ გამოცდილებას ერთად რო გაივლით რა და ეხა მესმის ძალიან კარგად უფრო და ბიძის ულოცავ არა მარტო ბიძი იყო Brave 99-ზე 99-ზე ბეთლემიძე იყო და გიგაური იყო 3-დან 2 მოვიგეთ ულოცავ სამივეს გამოსვლას და უსურვებ რა თქმა უნდა წარმატებულ მომავალს მაგას შეგვიძლია დაუბრუნდეთ ერთი კითხვა მქონდა ბეთლემიძის ბრძოლაზე რა თუ ნახეთ დასრულდა DQ-თი რა DQ როგორ არის ქართულად TKO არა DQ დისკვალიფიკაცია რა მე არ მიყურებია ბრძოლებს შედეგები გავიგე კარჩე რა მოხდა იცი ბრძოლა რო დაიწყო ეგრევე ჩაიყვანა ტეიქდაუნი და ის ქვემოდან elbow-ებს იძლევდა რა მაგრამ ყველა ხდებოდა თავში და კარჩე მოიგო ბეთლემიძემ ოღონ DQ-თი რა რახან უკან ხდებოდა რა თავში რა ანუ დიდი ისეთი სასურველი მოგება არ იყო, მაგრამ მოგება არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეგრე მოგება არ უნდა. ვიცი რომ მგონი შოთა არის ერთ-ერთი რა ყველაზე ვინ არის heavyweight მძიმე წონა ყავს ვინმე? ძალიან ცოტას არა. თან ძალიან მაგარი ვეტერანია, რამდენი ბრძოლებია, ხო? კი. ჯოუცებ ვიტყვი მე ორი სიტყვით რა. მიულოცავ ბიზნეს ჩემთვის ახლო ალბათებელი ადამიანია ბიზნესა და გულშემატკივრობ გული შემტკივა მაგის კარიერაზე და მაგრა გამიხარდა როგორც ხა არის ხუმსად ისეთ სანახაობრივი ბრძოლა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ბრძოლაში მოგება ამიტომ ესეთი played it safe გააკეთა ბიზნესამ იმიტომ რომ დაგეგმილია ხა ტურნირი აქ დაგეგმილი სბორები ამერიკაში ესა და წინა ბრძოლა გაუგებრობები იყო იქ რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბრძოლის წინ წავაგეთ წინა ბრძოლა და აუცილებელი იყო ამ ბრძოლაში მოგება ამიტომ რისკებზე წასვლა არ იყო საჭირო როგორც საჭირო იყო ისე გააკეთა რა ერთი წაგებიდან დაბრუნება ერთი საქმეა და ორი წაგებიდან დაბრუნება ვინ ცოვა და ღმერთთან უხნას რომ მოხდეს უფრო რთულია რა ამიტომ ულოცავ მოგება მართლა და ეხა უკვე შეგვიძლია ამოვისუნთქო და გავაგზავნოთ კარიერა ჩვეულებრივად გიგაურმა წააგო ძალიან ცუდად ძალიან ცუდი ნაკაუტი იყო საკაცით გაიყვანეს და იმედია კარგად არის და ჯანმრთელობას უსურვებს ჩვენ ძმას და ბეთლემიძესაც ულოცავ რა თქმა უნდა და ბოლოს სანამ გავაგზავნებთ რომ მოვიტოვოთ ეს თემაც მოსასტუმრებელი თემა არ არის ეს მაგრამ მინდა აუცილებლად რო თქვა დუკ რუფესი გარდაიცვალა წუხელ 55 წლის ასაკში არაჩვეულებრივი სპორტსმენი იყო ძალიან კარგი მწვრთნელი იყო არაერთი მსოფლიო ჩემპიონი იყო UFC-ში გაზრდილი და ბრწყინვალე პიროვნება იყო მქონდა პატივი რომ გამეცნო 1-2 წლის წინ ჩიკაგოში ლევანთან და ზიკოსთან ერთად რო ვიყავი
და რა ვიცი ძალიან კაი თავისუფლება დატოვა მაშინ იშვიათია რომ ტელევიზორში ნახო ვიღაცა და მოგეწონოს და მე ცხოვრებაში შეხვდე და იქაც მოგეწონოს იშვიათობა ეს ძალიან ამიტომ რა ვიცი ძალიან მან ბევრი დაწყებული ხალხი გაიცანი შენ. ა აა ვატსონი რო არის. ახსოვს? ბარ ვატსონი არ ქვია? ო ბერტ ვატსონი ხო ალიზე რო გვიყვებოდა და რაღაცებს. ბერტ ვატსონთან вообще ხელი რო ვიქეიფეთ გააწყა. ბერტ ვატსონთან вообще ვიქეიფეთ მე და შენ ტელეგრამ ფაქტიურად კაი ამბები, კაი ისტორიები აა მოგვიყვა მაშინ. მოდი რა ლეო ყველა საინტერესებს და ვიცი რომ ყელში ალბათ ამოგივიდა იმიტომ რომ ყველა იგივე შეგეკითხება რა ხდება როდის და მოლოდინში ანუ ვიცი რომ ყველა საინტერესებს მაგრამ ეს რო არ კითხო ხო აზეხა რა ანუ როგორ არ უნდა კითხო რა თუ შეგიძლია რომ რამე მეც მაგიტო ვარ მოსული რა, მაგიტო ჯგარი ვარ ხარ მეც მოსული რომ რაც ჩემს გარშემო რაც ხდება, სიახლეები გითხრათ და გავაცნოთ ხალხს. მაგრამ სიახლეები არაფერი არ არის, ჯერჯერობით სამოლოდინის რეჟიმში ვარ. ვარჯიშობ აქტიურად დღეში 2 და ველოდები დაძახებას UFC-სგან. სიახლე არაფერი არ არის. იმის თქმა მინდა ისო მოლოდინის რეჟიმი. და ნახოთ. გული როგორ გიგზნობს ლეო გული როგორ მიგრძნობს და მე მაინც მგონია რომ ამ წელში აუცილებლად მოხდება 99% და თუ არ მოხდება ვიბრძოლებ აუცილებლად UFC-ს გარეთ, იმიტომ რომ არ მინდა დიდ დრო დავკარგო. ფაქტია, ისე გამოდის, რომ 27 წლის ასაკში ერთხელ ვიბრძოლე, 28 წლის ასაკში ერთხელ ვიბრძოლე და არ მინდა ეს დრო დავკარგო ბრძოლების უბრძოლველად რა. ამიტომ ეს თვე შემდეგი თვე და კიდევ შემდეგი თვე დაველოდები და თუ სამწუხაროდ შორტ-ნოტისზე არ დამიძახეს აუცილებლად ამ ამერიკულ ორგანიზაციაში ვიბრძოლებ და ისო დაველოდები და უფრო მივახლოდები რა. ლეო მე მახსოვს რომ ბოლოს რა მისიაზე side mission როგორ არის ანუ side mission რა ქონდა ხო, რომ ანუ კი, ერთი კი, კი. იჩხუბეო ეხა ხო გითხრეს აჰა, გონი matchmaker-ებმა რომ ერთი კი. იჩხუბეო რომ ისა მოიგეო ერთიო რომ ისე ის კარგი გზით ინსტრიქზე შეხვიდეო რო ხო იყო. ეხ ხო კი, შეასრულა კი. გერმანიაში ხო კი. და მაგის მერე კიდე ანუ არაფერი არისო მაგის მერე ანუ კი, მაგის მერე შევხვდი ბევრჯერ. უბრალოდ ხარ რო უყურებთ ხარ მეც და რომიც გაფრთხილებული მყავს. ჩვეულებრივად ვაკვირდებით ყველა ივენზე ბრძოლები როა ჩემი წონის და არავინ არ ამოვარდნილა რომ გახსენდება შენ რომ ამოვარდნილ ხო ერთი ამოვარდა ჩინეთში ჩინეთის კარტზე ერთი იყო მაგრამ ალჯოს კარტი ჩინური UFC იყო რა და ისევე მე ჩინელი ხო ამოვარდა ჩინეთში ისე ვარ ჩინელი ჩასვლის რა ე ხო და არც მახსენდება ვინმე ამოვარდნილიყო და არც ამოვარდნილა მაგის გარდა რომ ყოფილიყო შემთხვევა და ჩემს არ დაეძახა და სხვისთვის დაეძახა რა და ახლა კიდე მივიღე გადაწყვეტილება რომ 84 კილოშიც შორტ-ნოტისი რო იყოს აუცილებლად ვიბრძოლო. ლევან რამდენად ეხა ფორმაში ყოფნა ერთია შენ კარგად იცი და საჩხუბარ ფორმაში ყოფნა კიდე სხვა რაღაცაა რამდენად ახლოს ხარ საჩხუბარ ფორმასთან ანუ რამდენი ხანი შეიძლება შეინარჩუნოს საჩხუბარ ფორმასთან ყოფნა კაცმა რა ასე დონეზე მით უმეტეს ასე დონეზე čo საჩხუბარი და რო არ გადაიწვე ვარჯიში რადგან შორტ-ნოტის ველოდები და არ ვიცი როდის იქნება ამიტომ ვარჯიშობ მაქსიმალურად მაგრამ ისე არ ვარჯიშობ როგორც შეჯიბრის დროს რა მე გეხავ გააზრებული მაქვს შორტ-ნოტისი რადგან იქნება ჩემს მაქსიმალურ ფორმაში არ ვიქნები იმ დროინდელში და ამიტომ ისე ვარჯიშობ რომ გძელვა და ზე მაქვს გათვლილი ნიჩენია ფორმაში არ ვიყო ისე ვიბრძოლო ვიდრე გადამწვარი ვიყო და ისე ამიტომ ფორმაში ყოფნასთან ახლოს ვარ და 3 რაუნდისთვის ბრძოლისთვის მზად ვარ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან უბრალოდ ისე ფორმაში შეიძლება არ ვიყო ბრძოლა რა მოვა როგორც
ჩვეულები ვარ ხომ ბრძოლი კემპის მერე. მაგრამ მეგონია რომ არანაკლებად ვიქნები და შედეგიც იქნება რა. ლეო, შენ თუ გაგიგია რა, რო იძახიან რომ ანუ პირველად რო UFC-ში გამოდიან, ჩემპიონები იყვნენ თუ არა, ან ვინც არ უნდა იყოს არის როგორ უძახიან რომი მაგას რო ანუ პირველად ჩელენჯი როგორ? ჩელენჯი აქვს რამე რო ადრე გამოდი. ბიჭო, it's like first არა, time არა. როგორ არის? UFC jitters. ხო, ანუ UFC-ში რო გადმოდიანო, სხვა დონე რო არისო, ცოტა ისე შოკისავით არისო და ვერ იხსნებიანო რა მებრძოლეები, ხო? ანუ პირველად UFC-ში ვისაც ჩხუბოს ბევრს ეწყობა ხოლმე ნერვიულობა რა, იმიტომ რომ დებიუტია UFC-ში რა. მაგას გეუბნება რა. მე არ ვიცი ეხა ბიჭო ეს როგორი ეს არის მასავითად აისბერგივითად როგორი ცივია ციჩხუბის წინ ამას გზნობები არა აქვს გადის პროსტა რომ სანადიროდ არა მგონია ეხა თვითონ არ ვიცი ასე არ იტყვის ალბათ და იმიტომ საინტერესოა მაგიტო მაინტერესებს კაი დამაცადოს რომ უნდა უიტყვო თქვი რა მაინტერესებს ხო ეგ რაღაც ბარიერები და ეგ ფსიქოლოგიური რაღაცები არ მაინტერესებს რას ქვია ბრძოლა და გინდა პატარა კეიჩი ჭუბა გინდა კეიჩი ჭუბა კი განსხვავება მაგრები არიან მაგრამ იმდენი UFC-ს მებრძოლი იყოს გალახული რომ UFC-ში ყოფილიყო ეხა ეგ გამარზე მექნებოდა ბრძოლა მაგრამ არ მაქვს ეგ როა UFC-ა და ოკეი ხო ეხა საერთოდ არ მიმიღო მაგრამ ანუ ნარატივი ხო გახსოვს ამ ბოლო დროს რა ანუ რომ ჩემპიონები რო გადმოდიან სხვა ორგანიზაციიდან UFC-ში ვერასრულებენ რა ანუ რამოდენიმე მაგალითი ხო არის რა ანუ ხო გესმის ახლა ბოლო იყო როგორც რამოდენიმე მაგალითი არის ჩავარდნა ასევე წარმატებული შემთხვევებიც არის რა კი შეიძლება და გაუწყდეს რომ ბელატორში გადასული ბევრი ძლიერი UFC-ის მოჭუბარი ჩაფლავებულა სტატისტიკას რო შევხედეთ მართალი ხა კი ეგრე არის მაგრამ სტატისტიკა ჩემთვის არაფერსმენა არის ხო ბაზარი არ არის იმიტომ რომ მე შენში ეჭვი არ მეყარება ბრძოლა არის ეხა დევიდერმა ისეთ ხალხს მოუგო და ეხა ის კი ბრენდონ ალენს ვიცნობ ერთად ვარჯიშობდით გორჯი და კარგად ვიცნობ მაგრამ მე არ მეგონა რომ ეგ ბრძოლა ეგრე დამთავრდებოდა რა იმის მამინდა რომ ბრძოლა და ვერ გაიგებ რა ჯიგარი მასტია ისე კი გაიგოჟა ბიჭო რომან დოლიძესთან უნდა ქონოდო და რაღაც ისე ხოაზე ხარ ანუ საპორტერი არ ვიყავი მისი რა თან დერიდერის ჰაიპზე ვიყავი ცოტა რა მაგრამ ხოაზე ხარ გასკდა ეგ ბუშტი მგონი ბიჭო კაი ტიპია რა როგორი ტიპია იცი რაღაც ეგრევე ჩხუბს რო იწყებს რა რაღაცა იმას რო ხედავს რა გალახეს მაიამიში PFL-ში შეჯიბზე ვიყავი მაგას პიფი აქვს ვეტორთან ვიცი ხო გაწევებიც ჰქონდათ სასტუმრო კაზინოში თუ რაღაც ხო ხო და ჩხუბამდე ვარჯიშზე ვიყავთ დილით და მაშინ უკვე გეგმავდა რომ თუ რამე თქვაო ეგრევე უნდა დავარტყავო რა და ხო წამოხვალო რა გეიმეთკი მე სამი ტიპი ტოვდები და ნაცემ მიყავს ხო რა და აუ ჯიგარი ხარო და რაღაცები ყველაზე ხარ მე ვეტორი ჩემ გვერდზე იჯდა მაგ შეჯიბს და რო გავდიოდი გალახეს რა ვინ გალახეს რა ბრენდონ ალენმა და ტუკოტოკო ისა ვიტორი ხო ვიტორი გალახეს ხო არიცი ეგ ბიჭო ეგ ხო ვიდეოც რო არის ხო ხო მაგა დენა ვაიტი გამოვიდა და თქვა რომ 5090 იყო რა და ჩეინჯ ბიჭო ეგ გონი კაზინოში იყო თუ სად იყო ეგ კი კაზინო ხო ვიცი ხო რედ როკ რაღაცა კაზინოში იყო ვეტორი მივიდა ტუკოსტოკოსთან რა და ამაზე და ბრენდონზე დაუწყო რაღაცების ლაპარაკი და ამის მაგაცია და გააქანა გლიჯა ეგრევე მე ის გაიჩნდა მე იმან გაალახა დარჩე ეთბები არიან რა მაგრამ არ მეგონა ხა რიდერს თუ ეს გააჩერებდა ესე თან ესე გააჩერებდა რა რომ ბრძოლაზე უარს იტყვა ინტერესოა რა მოხდა ამიტომ იმიტომ რომ ესე ბიჭო არ წავიდა ბრძოლა რა თან ეგენი ერთად ვარჯიშობენ გუნდელები არიან და ო კენგლებში არ ვარჯიშობს ორივე? კი.
ეხა გადავიდა, ნუ დერი ახალი არა, გადასული. ეხა არ გადასულა, ეგ სუჩადი ხშირად იყო ხოლმე კემპებზე, მაგრამ ძირითადად მან ხო. გადიოდა ხოლმე მომზადებას. თან ისიც ჰოლანდიელია UFC-ში რაც ტრენერი. არის, მგონი ყველა მომზადებას მან გადიოდა. უბრალოდ ძალიან უცნაურად მე დაიქანცა, გაიგე? ძალიან ბრძოლას არ მიყურებია, მესამე ნახევრიდან დაუწყე უკვე ისო დომინირება. რაღაცა ანუ იტკინა მე მგონია ალბათ რა. მე მგონია რომ რაღაცა სხვა ჯანმრთელობის პირველ საკვები მეორე ხომ. რაუნდში რა მოხდა? პირველი უგეძა მოიგო, სტეიბლი. ძალიან კარგად შეასრულა პირველი რა, ხო, რომი, ანუ დამეთახმები უორჭველი რა. და კი. მეორეზე ჯერ ზემოთ იყო, ძირითადად სულ ძირს იყო რა, ანუ შეხვედრა რა, ძირს იყო სულ და ხო. და შემოატრიალა მე ზემოდან ესა მაუნთი არისო, სულ იმას სამკუთხედს უკეთებდა ქვემოდან. ანუ რამოდენიმე სხვადასხვა საბმიშენის ცადა. ნუ პირველი ორი რაუნდი მთლიანობაში მაინც დერის იყო რა და მესამე რაუნდში ძალიან უცნაურად რაღაცა დაიქანცა სასწავლო და რაუნდის ბოლოს, მესამე რაუნდის ვერდგებოდა. ბოლოს ანუ ვერ დგებოდა, ხვდები, ანუ ფეხზე ვერ დგებოდა. ანუ იქ ისეთი არაფერი არ მომხდარა ჭუბის დროს, რომ ესე ანუ ან მოყვარულებშიც კი არ ხდება შეიძლება ამდენად არაფერს არ მომხდარა, უბრალოდ შეუკლასა იმან რა, აჯობა გატყდა. ყველაფერს. შეიძლება შეიძლება გატყდა. ხო. ეგ არის ეგ ვერსია. არისო ეგეთი ჭუბი რომ გამწყდარიყო და მაგიტო რა. მაგას ხო დაინახავ არა? ნუ ხა ჩვენ ვერ ვიტყვით ასიანი რა. მართლა რა გაუწყდა თქმა უნდა. უმარს ხელი მერაბთან ბრძოლაში პიტერ იანს თუ მერე თუ როდის, ეხა ვერ ვიტყვით ჩვენ, ხო? ნუ არ ვიცით. მაგრამ თითქოს ძლიერად დაიწყო რა, ლეო რა, ძალიან ძლიერად და პირველი რაუნდი როგორ იცი რომ აუ დონე განსხვავება მეგონა რა და როგორ ვიყავ იცი რომ ოხ აი ხელებს ესე რომ აი ეს და ხამზატი ძირს ძალიან მაგარი საინტერესო იქნება, მეთქი დიდი ფისავით არ იქნება ქვემოთ რა, ისე თევზივით, მასე ნაპირზე რა. და მე ისე შემოტრიალდა ყველაფერი რომ ხო რავი ცოტა უცნაურად მომეჩვენა მაგრამ რა ბრანდენ ალენი არის ხო ბრანდენ ქვია მგონი კი კი განსაკუთრებით თუ შენთან კარგად არის ძმაო ეხა აწი მეწოდინება რომ ჩემი ჩერეს ძმაკაცია ძმაო მოზარია ხოდა მოდი ეხა სანამ ამ თემაზე ვართ რა ჩემი აზრით ეს დიდი რისკი იყო ძალიან იმისთვის რიდერისთვის რა იმიტომ რომ უკვე იძახდა ხალხი რომ აუ რა იმავოვიო რა რიდერი უნდა შეხვდეს იმასო რა ხამზაცო რა შემდეგიო ან იმამოვი ან რიდერი ან ფლაფი ჰერნანდესიო რა და ეს ალენი უკვე ესა წაგების სერიიდან მოდიოდა რა მგონი ორი წაგება აქვს რა ზედიზედ არა წინაბრძოლა ვეტორს მოუგო მაგრამ ხო მანამდე ქონდა ხო მგონი ვიტორიმდე ხო იმამოთან ქონდა წაგება და მგონი ხო ნუ რა მნიშვნელობა ხო და ანუ ისე გამოვიდა რომ აი მერაბი რო იყო იმაში რა looking for a fight რა ხო ასე ხარ იმასთან რომ მივიდნენ ოპონენტთანო ასაყვანად ანუ შანსი აიღო რა მასტმა რა მართლა შანსი აიღო მაგრამ ეხა რო გითხრა რომ ხამზატის შემდეგი იქნება ალენიო მოგატყუებ იმიტომ რომ არ ამგონია მაგრამ არც რიდერი არ იქნება ანუ გამოითიშა რამოდენიმე ადამიანი და ეხა დარჩა ფლაფი ჰერნანდესი რომასთან რო იბრძოლა და ისა იმავოვი რა და რა გონიათ ახლა ხამზატს მან მოყომარებული ამბავია ეგ იმავთან იჭუბებს ხამზატი თითქმის 100% გადაწყვეტილია მგონი ეგ ხო და ვისი სტილი უფრო მოგწონთ ხამზატთან რა ეგ არის კითხვა არც ერთი მე prediction-ს არ ვაკეთებ თუ უყურებ ზოლას prediction-ს არა და სიამოვნებას უყურებ ანუ ფლაფი თუ იმავოვი რომელი უფრო იმსახურებს მაშინ და გადავიდეთ იმამო კაი მაშინ მოდი რა მაშინ მეთქი და მაშინა ძმაო არ შეიძლება რომ აჰა არ ვისაუბროთ რა მერაბიზე რა ანუ მერაბი ახლა რამდენი წმინდა ხო და ანუ მერაბი ახლა არის რეკორდზე გადის საერთოდ UFC-ს არსებობის ყველაზე დიდ მოგების სერიის
რეკორდზე გადის რა. მის ზემოთ არის მგონი ანდერსონ სილვა, რომელიც არის იმეებზე, რა ქვია, ტესტინგზე ფეილინგი აქვს, ხო? 4 კაცია ზემოთ. ტესტინგზე ფეილინგი ანდერსონს მერე ქონდა უკვე რა. ანდერსონი არის უსმანი, მახაჩევი და და ასე ბრძოლაში, ბრძოლაში. და ნუ მაშინ რეკორდებზე რო არის 4 ჯერ ტიტულის ბრძოლა, არავის არ ქონია UFC-ში. მერაბი არის pound for pound-ის პირველი ნომერი ჩემი აზრით. აი მეოთხე რო არის ჭხოს მაინც, იმიტომ რომ დანარჩენებს ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული წელიწადში და მერაბი უკვე 3 ჯერ დაიწყო. ჩემი აზრით მახაჩევზე ზემოთ უნდა იყოს. მახაჩევზე. ანუ ილიაზე ზემოთ ილიაზე ზემოთაც უნდა იყოს. რითიც ფასდება ზემოთ უნდა იყოს ყველას. ბიჭო, დღეს ვამბობდი რა, ჩვენ ლაივში მე არ ვიზახი ნიჭით, უნარებით, ბუნებრივი რაღაცებით, რეზიუმეთი თავისი გავლილი გზით და კარიერით. სტატისტიკას უნდა შეხედო მაგ დროს. მერაბიზე მაგარი მებრძოლი საქართველოს ისტორიაში არ ყოლია ჯერ MMA-ში რა. ჯო, საქართველოს თავი დაანება მთლიანად რა. საერთოდ რაღაცა მარტო საქართველოს რაღაც რო კეთდება, ხო, შენ და ჩემი და ვიღაცის ახირებით ხო არ კეთდება, თუ კეთდება, ციფრები და სტატისტიკა უნდა გაითავისუფლო, ხო? სტატისტიკურად მაგაზე დამსახურებული და აქტიური და რაც გააკეთა არავინ არ არის. ეხლა თქვა რომ არანაკლები მებრძოლები არიან მახაჩევი თუნდაც ნაცილია, მაგრამ იგი მას აღნიშნავს რომ ეხლა მე რავი მესამე რო ან იმეს ნაკლებია, ან სიტყვაზე მახაჩევი მესამე რო იყოს ანილია, ხო ხტები რა. მაგრამ რაც გააკეთა ეხლა ჩემი აზრით პირველ ნომერზე უნდა იყოს. მაგრამ დიდ არაფერს აწყვეტავს ეხლა pound for pound-ში რა ნომერზე ხარ. ეგ ხოიცი, pound for pound-ის ხალხი მოერევა თუ ჯეკი ჩანი ბაზარია. ხალხს მაინც აინტერესებს მაგით. ხო და ანუ რამოდენიმე თემა არის, ახლა უნდა გადავიდეთ ბავტისტაზე, უმარზე, მაგრამ სანამ ამ გადავალთ, რას ფიქრობთ უბრალოდ, ანუ ესე სწრაფად დაბრუნებაზე რა. გონია თუ არა რომ ისეთი პიკი არ იქნება რა, რახან ესე მალე ბრუნდება და პიტერიანი თუ სიმართლეს ეს ბოლო ეპიზოდზე თქვი რა, მაგრამ აინტერესებს და იმიტომ ვიძახი, იმიტომ რომ ეს არის დღევანდელი კითხვა რა. ანუ ადრე დაბრუნება არის, თვლი თუ არა და თუ ადრე დაბრუნება არის, მაინც შეძლებს რომ დომინაცია აჩვენოს პიტერიანთან, რომელსაც ამჟამად ალბათ თუ არ იტყუებოდა ხელი არ აქვს მოტეხილი. რას ფიქრობთ? ჩემთვის ეგეთი რაღაცები არის ძალიან ინდივიდუალური და არც შენ, არც მე და არც არავინ მერაბზე კარგად არ იცის ღირს მებრძოლის აღება თუ არა. ახლა თუ ნიძახის რომ უნდა ავიღო, რა თქმა უნდა. და აიღოს და შეუძლია კიდევაც. და ადრე არ არის. სხვანაირად ეხლა მაგალითად ილია პირობითად მახაჩევი ცოტა შეხობებიან. წელიწადში ერთი ბრძოლა საკმარისი არის. ამ ინდივიდს მერაბის სახით უფრო აქტიურობა უყარს და უფრო პროდუქტიულია, როცა აქტიურია. მე თუ მკითხო, მეც მირჩევნია მერაბი ვით ვიყო და აქტიური ვიყო, ვფიქრობ, რომ უფრო პროდუქტიული ვიქნები, თუ რამე ტრავმები და რაღაც ხელშემშლელი ფაქტორები არ არის. ამ ეტაპზე მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად არის, არაფერი არ აწუხებს. რატო არა? რა უბრალოდ ისიც ჩათვალოთ, რომ წონის დაკლება ესე მალე კიდე. არა? ხო, ეგა ეხა წონის დაკლება ყველაზე მეტი ანგარიში წონის დაკლებას უნდა გაუწიო. და ასევე წონის მერე ბრძოლის მერე როგორი აღდგენა და აღდგენითი სამუშაოები გექნება. აბა. პირველად ნახე რომ მერაბისთვის ფარდები გამოეტანათ რა. როგორი რაღაც არის, ცი რუსიკიაც გასვია. აი, ჩათვალე მაგის ტონა არის, რაღაც 100 გრამი რო გაქვს რა. მაგრამ ხელს რო გიშლის რა. რატო უნდა დაიკლო, გაიხდი და თან როგორი რაღაც არის, ცი 100 გრამი რო გაქვს დასაკლები. და უეჭველი უნდა დაიკლო. წონის კლებას ხო არ დაიწყო თავი, ნაჯობია რომ გაიხადო და ფარდები მაგაფარმა გააკეთო წონა. ანუ ეს არის IQ რა, უფრო ისწავლა და
ხო, ამ როგორც საჭირო ანუ იყო და მისთვის მეთოდი არ სახერხებელი ისე შეიცვალა ლეო? გააკეთა. წონის კლების მეთოდი არ შეიცვალა? ისე ვის old school-ი არის თუ კი, კი, ხო? როგორც ციკლებ და ისე მმ. ის კი. კაი, ეხა რომისთან მაკითხვა რა. დეინა ყველა უაიტმა პირველად რო თქვა ცხოვრებაში, რომ მომწონსო, მაგარია, მიყვარსო, მერაბი რასაც აკეთებსო, რა რეაქცია ქონდათ? სხვათა შორის კარგი ძალიან დადებითი დღეს ადრე ვისაუბრეთ დღეს ამაზე და ეხლა მინდა ვთქვა პირველ რიგში ის არის კაი ამ დაბრუნებაში, ეს სწრაფად შემოbrunებაში, ის არის რომ პირველად როცა მერაბი აიძულეს უმართან სწრაფად შემოbrunებულიყო კამრის მოგების შემდეგ, ეს იყო მერაბი აიძულეს ფაქტიურად რა. და ანუ დადებითი ამჯერად ესე სწრაფად შემოbruneba ზუსტად ისე რომ ეს უკვე ხდება მერაბის პირობებზე, მერაბის მოთხოვნით და ანუ იძულება არც ყოფილა, უბრალოდ ну, უმარს არ ეკუთვნოდა და პროცესში შინაგანი პროტესტის გზნობა იყო. კი, ეხი ბრძოლებდა, მაგრამ ისეთ დამსახურებულთან ჯობდა ბრძოლა, ვიდრე კი, ეგ არის, მაგრამ პლუს მაგას არ იყო მერაბი ნორმალს მოუგო არა ოპტიმალურ ფორმაში, ტრავმირებული, ფეხი გაკერილი, ესა ჩემპიონი იმსახურებს იმას მაინც რომ დააცადო ნორმალურად მოშუშტეს, ტრავმები კი, მოშუშტეს და ისე ხელი იბრძოს. ანთება ქონა ხო, გაატანილი ანტიბიოტიკებს. და ამჯერად რომ თავისი პირობებით და თავისი მოთხოვნით აქვს ეს სწრაფი შემოbrunება, ეგაა კაი და ფსიქოლოგიურად უფრო კარგია მაგისთვისაც და მიხარია ეგ. ერთის ადამიანური თვალსაზრისით რო ვიბრძოლოთ, როგორც ჩემპიონს ისე ეპყრობიან და ეგაა ყველაზე მაგარი რა. და მაგის გაგრძელება ზუსტად დენას სიტყვები, იმიტომ რომ როგორ იყო იცი? აქამდე იყო როგორც იცი ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, აი მერაბმა ესქნა, ხო მაგარია, ხო მაგარია, ხო ვალდებული იყო რომ მაგარია. და ეპასება, ხო? დენა იჯდა უსმენდა და კი, ხო, კი, და ეხა უკვე სულ განავრცო რა, სიტყვები გაიმეტა და როგორც ახლა დენა ცოტა უცნაური ტიპია ხშირად და პირადულში გადაეზრდება ხოლმე რაღაცეები და როცა პრომოუტერი ხარ, შენ გინდა თუ არ გინდა ვალდებული ხარ, რომ შენ ჩემპიონი გააპიარო, ხო, ეგ არის შენი სამსახური და დენა ცოტა ბავშვური ისა მაგ არ ვიცი რა პირს ეგეთი რაღაცეები და მიხარია რომ როგორც იქნა ცოტა შემოbrunდა ქართული, იმიტომ რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ილიაზეც არა ძალიან პირწყლიანი დენა ცოტა საუბრობს ძალიან რა და მმ. იმედია შეიცვლება ეს დამოკიდებულება. მართალი ხარ. ამას კი არ ვიძახი ხა რომ ქართველებს მიმართ რაღაცა ესა პარანოია რო გჭირს ჩვენ ქართველებზე რომ გონია რომ ყველა მოგზდებს. მაგას კი არ ვიძახი რომ დენას ვერ გვიტანს და რაღაც ჩვენს მიმართ რაღაცა ისა აქვს. უბრალოდ იმედია უფრო მეტად მოეკიდება ჩვენს ქართველების საკითხს და ესე შემდეგ რა. ბიჭო და თუ ხო და მეორე რაც კარგია, რასაც ვხედავ მე და ეს უბრალოდ ჩემი აზრია და იდეა უბრალოდ და ლევანი რო აქვს მარტო და ჩემი ძმა კაცი როა და მარტო ლევანი არა იქ სხვა ბიჭებიც არიან ხო ზოგადად ვიძახი ეხა უკვე მგონი მერაბი იმდენეზეა UFC-ში რო რაღაცების მოთხოვნაც კი შეუულია უკვე მგონი ნუ მოთხოვნა თუ არა რაღაც ბიჭო დაჟე დაენება უკეთესი რაღაც უნდათ პიტერიანზე უკეთესი გეგმები ქონდათ მაგასთან შეიძლება სერიოზულად ბიჭო სადღაც მოვისმინე რა სხვა გეგმები ქონდაო მაგრამ თვითონ მოვიდაო ოფისშიო და მომეცითო ბანთამვეითის ბრძოლა ანუ მერაბი იმსახურებს super fights ძმაო super fight რა ხო გესმის ეხა მერაბმა მაგრამ ჩემი აზრით უკვე ინდონეზია მერაბი ფანების თვალში ორგანიზაციის თვალში და მებრძოლების თვალშიც კი რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანია კოლეგების თვალში და იმხელა ჰაიპია უკვე მერაბის ირგვლივ დამსახურებული თან დაიმეა მართლა რომ სისხლი და ძიმე ჯაფით მოპოვებული ჰაიპია ეს ყველაფერი რო უთხრას ახლა მაგან იგივე ტანზილოვზე ან თუნდაც ლევანზე ან ვინმე სხვაზე ვინც არის მოწინავე ქართული სპორტსმენი ვეგაში რომ აი ჩემს კარზე ერთი ქართველი დაამატეთო მე მგონია რომ დაუკმაყოფილებენ თავისუფლად რა მე ესე ვფიქრობ რა შეიძლება ვწდები ეგრე შვებოდა ხაბიბი და დღეს შეხედე მაგას და მის გუნდს როგორ არის წინ UFC-ს რაღაც თუ არ ჭირდება ხო ეგეც არის მით არ გააკეთებს რა ეგეც არის ხო UFC-ს არ ჭირდება მაგათ თავიანთი აქვს გეგმა ხო ვაუ მაგარი UFC ყოველთვის თავ UFC-ს აყენებდა პირველ რიგში ყველა მებრძოლის წინ. მაგიტო გააკეთეს ამ ხელა ორგანიზაცია და ესე მალეთან. ჩემთვის რა ძმებო რა ოპტიმალური ყველაზე მაგარი ბრძოლა დღესდღეობით პიტრიანი არ არის ძმაო. აბა ვინ არის? ვოლკანოვსკი.
ვოლკანოვსკი თუ მე არ ავიდა ვფიქრობ, ძმაო, რატო? ვოლკანოვსკი თუ ავიდა ორჯერ ძმაო, მერაბი რატო არ უნდა ავიდეს ერთხელ? ნახე, ორი ბრძოლა რომ მოიგოს და მათი წყალობით მოიგებს 3, უკვე პირველ ადგილზე იქნება რეკორდებში. მაგაზე მეტი ბრძოლა არავის არ ექნებოდა, არავის არ ექნება. მაგრამ უკვე გამოვლილი აქვს ჩემპიონები ლეო. უკვე დამარცხებული ყავს ყველა. ხო და რამე მე რა მნიშვნელობა? ანუ ეხლა რო ეთქვა რომ მინდაო ასვლაო, არ ეტყოდნენ უარს, პროსტა ევასება ვოლკანოვსკი. ხო და რატო უნდა ავიდეს? არ ჯობია თავის ჯერ რეკორდები დაამყაროს თავის იმაში და მე. კი გეთანხმები, მეც მინდა რომ რეკორდები დაამყაროს. რისთვის იქნება, კაი. უნდა შეხედო, კაი ვოლკანოვსკის მოვიდა ხო? და სხვათა შორის მე ვოლკი, მაგრამ ევასება და არ მინდა რომ ხო დამარცხებული არც ვოლკი. რეზიუმისთვის იყოს კაი და ფინანსურად იყოს სარგებლიანი. კი, ბაზარიან კაი იქნება, მაგრამ აქეთ რეზიუმისთვის ძალიან კაი იქნება და ფინანსურად არც ნაკლები არ იქნება რა. მე პირადად არ მინდა რომ ისა მერაბი და ვოლკის ბრძოლა იყოს. მე არ მინდა უნდა და უკვე რეკორდების თავი შეიქნება. ხო. მაგრამ სამი ბრძოლა ჩემპიონის ამპლუაში UFC-ში 8 თვია რა. რთულია და მერაბისთვის 8 თვია. მგონი 3-ც არ არის, მგონი 2 არის თუ რაღაც რა. არა, 16 აქვს სილვას. GSP-ს. ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მერაბის წარმატების და ტიტულების დაცვების, ჩემი აზრით არის ის, რომ გარდა იმისა, რომ მანქანა და თავის კარდიოს იარაღა და გადაქცეული თავის კარდიო და თავის სტილის ნაწილია და მაგრად იყენებს, არის სტრესავს თავს, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც დიდი ხნიანი ჩემპიონები ჩამოდიოდნენ ტახტიდან, პირველი ყველა რასაც ამბობს არის ის, რომ რამხელა სტრესია ჩემპიონობა ვერ წარმოიდგენთ, ყველა ლაპარაკობს სტრესზე, ჩემპიონობის, აი გვირგვინის სტრესზე ლაპარაკობს ყველა რა და მე მგონია რომ მერაბი ისე აზროვნებს რომ სტრესს არ გზნობს რა, არის სტრესავს თავს რაღაცნაირად არ ასე მგონია ეს ერთი ფაქტორია. ეგრეა, კი. ხო? და ეგ მაგარია ძალიან. ანუ არ გზნობს ამ სტრესს, არ აძლევს სტრესს იმის საშუალებას რომ მოუახლოვდეს ვაფშე რა და მაგარია ეგ ძალიან დიდი ფაქტორია რა. даже მაგრეგორია რომელიც თითქოს და სიამოვნებდა და ეს მთელი ზეწოლა და სტრესი ყოველთვის რო გამოდიოდა, ამას წინათ ისაუბრა სტრესზე, იმ ვარსკვლავობის და ჩემპიონობის და ასე შემდეგ უხსნედი. იშვიათად უსმენ მე კონორს ამ ბოლო დროს, მაგრამ დავიჭირე რაღაც კაი ინტერვიუ იყო. სხვათა შორის კონორს აღარ თუ გახსოვთ თქვენ ადრე ყველა სიტყვა მაგისი საინტერესო იყო ადრე რა, ყველა წინადადება მოსასმენი იყო, იმიტომ რომ რაღაცა მაგარ რაღაცებს ამბობდა და ბოლოს რამოდენიმე წელია აი რაიც ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა რა, ტიპი რაღაცებს ბოდიალოს რა. აი ბუტპუტებს რაღაცებს თავისთვის ინტერვიუებში. კონარი მაგარია, მაგრამ არ იმსახურებს დღევანდელ შოუზე საუბარს, ჩემი აზრით. მე გუნა მეთქვა ხა დროს კარგად ხო აგარ. უბრალოდ მალე დავხსნათ იცი? რა კრიტიკულია მე მაკითხები. ბულშიტ რაღაცები არ გვინდა იმენა საქმეზე უნდა. ხო, მე მაკითხები ძმაო. მიწერია კიდე მაგ 1 2 3 პოინტი რა. მაგრამ ეხა რახან მერაბზე საუბრობდით, ლეო, შენ და მერაბი იგივე ქალაქში ხართ და ყოველდღიური კონტაქტი გაქვს? ოღონდ სხვა დარბაზში ვარჩევ. მერაბი სინდიკატში ვარჩევს და მე UFC-ში ვარჩევ. ანუ UFC-ში ყოველდღე შეგიძლია მისვლა და ვარჯიში? როგორ არის იცი? 10-მდე UFC-ს მებრძოლია. 8-7-8 3-4 კაცი შეყვანა შეგიძლია. და არის ერთი ტრენერი, ბრაზილიელი ტრენერი, ჟოზე ალდოს სპარინგ პარტნიორი. ზვიადას ევასება მაგრა კაცი, ხო? ზვიადას. კორნერობდა, ხო. ხო. და ასე სკეჯულს აკეთებენ ხოლმე. შევყევართ ხოლმე. და როგორ დალაგებული ისია, რომ ეგრევე რომ მინდათ გვიშვებენ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ 10 საათზე ვარჯიში გვაქვს ხოლმე. ძალიან სტილისტურად ძალიან მომწონს რა. კაი ვარჯიშებია ძალიან. მე ზვიადი რომ ნახე მითხრა რა მაგაზე PI-ზე ბრაზილიელი კოუჩი რო არის რა. ანუ კაი, მაშინ რა გადავიდეთ მერაბზე ვრჩები. ოღონდ უმარ ბატისტაზე ანუ სტილისტურად მე მგონია რომ ბატისტა არის ძალიან საშიში რა. და მე დაჟე მგონია რომ უმარის დამარცხება შეუძლია
და ვაძლევ ცოტა პროცენტს, რომ დაამარცხოს უმარი რა. და ანუ რა თქმა უნდა თქვენ რას ფიქრობთ ამაზე და მოусმინე თუ არა უმარის ინტერვიუს და მერაბს კომპლიმენტი გადაუხადა რომ მერაბიო უნდა აღიარონო წლის მებრძოლათო რა. მე ხა მაგათ ინტერვიუებს არ უსმენ. რასაც უსმენდი ხომ ახლა ნაკლებად, იმიტომ რომ ცოტა ესე ვთქვათ განაწყენებული ვარ დაღებზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცდილობენ ქართველი მებრძოლების დაკნინებას რა. ილია რო ავიღოთ და მერაბი რო ავიღოთ რა. ის რაღაცა აბსურდული რაღაცეებს იცახიან. რომ სასაცილოა რა. რაღაცა არ აღიარებენ რომ მაგაძე მაგრები არა არიან. მარტო დაღები მგონი ხო ლეო? გინათ ახლა მაგალითად ხაბიბს რო უსმენ საინტერესო არის მაგის საუბარი რა. მაგრამ უკვე ილიაზე და მერაბზე რომ მიდის უკვე არ აღიარებენ რა. არ იჯერებენ რომ მაგაძე მაგრები არიან და მოერნენ. მარცხს არიღებენ რა. მე ეგეთი რაღაცები ჩემთვის ახლა არა მოსაწონი. ეგრე რო იყოს ეგენი რო მაგრები იყვნენ, ბაზარი არ მიიღო. მაგრამ ფაქტია რომ არიან რა. ხო, ისეთ რაღაცებს ძახიან რომ ბიჭო ილიამ თუ მოუგო ისლამს თუ იჭხურებს და მოუგო და მერეც თუ რაღაცე მოკებულები დაიწყეს, აი მერე უკვე ეგრე მოხდება, რომჩი, ეგრე მოხდება აუცილებლად. თუ ეგრე მოხდება, ბიჭო JDM რაღაცას მეც ეგრე ვფიქრობ, რომ არა გამორიცხული არ გამორიცხული. მე მგონია, რომ აი 99% მგონია, რომ ილია მას რომ მოუგებს რაღაცა მიზეს მოიგონებენ. ხო, კი ბატონო. ზოგადად ეგრეა ჩვენს იმაში, რა ქვია, რეგიონში ჩვენი ქართველების აღიარება ყოველთვის უჭირდა ჩვენს ირგვლივ ყველა ჩვენს ძმა, ესე იგი, მოძმე ერს რა და ეგრე იყო ყოველთვის. და რაც შეეხება ბაუტისტას, მაგისი თემართლა გითხრა, არ ვიცი, მაგისი ბრძოლები და ესე უყურებ ხოლმე რა. ბაუტისტა ლეონ პირველად როდის ვნახე, იცი მე? აი შენთან რო ვიყავი კუთხეში ბელატორში 2021 წელს. მაშინ ვნახე, შევამჩნიე ეგ ბიჭი გასახდელში, შენ ძმობას ვიცავარ, ჩვენს გვერდზე იყო და lightweight ახურებდა რა. ახსოვს. ხო და რას უშვებოდა, იცი? აი კედლებზე ახერხებდა ტიპი რა. და მეთქი, მაშინ პატარა იყო თან ახალგაზრდა იყო და ზვიადის ვეუბნებოდი, მეთქი შენ ხელა, მეთქი შეხედე ამას რა. და ნახე რა ჯანზია მეთქი რა. და თან ისეთი სახე აქვს რაღაცნაირად დაკუჭული და მომახსოვდა სახეზე მაგრად. ჩვენს გვერდზე იყო რა, იქვე რა, შენს გვერდზე ხურდებოდა მახსოვს. და იქიდან მოყოლა. აჰა, ვიცი რომ მოძავ. აი ესეთი მოლექცი რო არ მახსოვს, მაგრამ ხდები რა მომენტზე თიძახი რა. მაგას ახურებდა და ბიჭო უყურებდა არ მჯეროდა, მეთქი ეს პატარა კაცი რას უშვება ამ კაცი. თან წარმოდინე ახურებდა და სპარინგზე ებრძოდა. ხო, და იმის მერე დამამახსოვრდა ეგ ბიჭი და უყურებდა და მე მაქვს მაგ ბიჭის იმედი უმართან. თუმცა ფსიქოლოგიურად თუ გამოვიდა ხოძე ხო უმარი ჩემი აზრით და არ არის გატეხილი ამ ნოლიანის დაკარგვის გამო და რაღაცა არის ძალიან ბევრი ადგილები არის ბრძოლაში, სადაც უპირატესობა ექნება უმარს რა, სისწრაფეში უპირატესობა ექნება, შესვლა გამოსვლაში, შეკვეცაში, დისტანციიდან მუშაობაში, კაი დარტყმები აქვს უმარს. უბრალოდ მაგას და მის ძმას ორივეს უმარს და უსმანს არ აქვს დარტყმის ძალა, ძლიერი დარტყმები არ აქვს. კარატის სტილი აქვს, კარგად იყენებენ MMA-ზე, კარგად აქვს მორგებული, მაგრამ ძლიერი დარტყმები არ აქვს რა. დიხანია ძმაო, ბატისტას ხარეს არის. ეგეც შეიძლება ითქვას და მაინტერესებს ძალიან ის დისტანცია, რომელსაც კარგად აკონტროლებენ ურმაგამედოები, ორივე ძმები, უმცროსები, პატალები. უეჭველი შეიკვეცება მაგ ჯგუფში, უეჭველი ბაუტისტა შევა ახლოს და მე როგორ წავა იქ შერკინებაში ბრძოლა, ეგ არის საინტერესო ძალიან რა. ნახოთ. მაგრამ მაინტერესებს. აი ხა ორ კვირაში არ არის, აი ალექსანდრეც მაგ ქარდზეა თოფურია. აბუდაბიში როა? ხო. 25-ში არის. შემდეგ შაბათს, კი, ერთ კვირაში. და მაგრამ მაინტერესებს, კაი ქარდი იქნება ძალიან. და ეს ვაფშე წლის ბოლოს 3 ძალიან მაგარი pay-per-view გვაქვს. აი ეგ აბუდაბისი ნოემბერში Madison Square Garden-ში ტრადიციული, სადაც ყველა კამარი იქნება, რაც კი არსებობს. მაშინ და ძალიან მაგარი main event იქნება და მერაბის ისევ
6-6 რა. შემდეგი pay-per-view არის ტომას პინალ სირილგანი რა. ხო. ხო, pay-per-view იქნება კი. ხო, ეგ არის შემდეგი pay-per-view და მე შემდეგი არის ისა მახაჩევი JDM-ი რა. მედისონის. ხო. თუ ესპანელი არის ძმაო, ილია თოფურია საქართველოში რა უნდა ძმაო? What's he doing in Georgia? მე დავიღალე მაგას. ეგ როგორი თემა იცი? წყლის ნაყოფი რა. ხო, ბაზარი არა. ბიჭო, მე ეგეთი რაღაცა მაქვს, მე მინდა რომ ისა ბარტერნი გასვლა მინდა რომ გავაკეთო ესპანეთთან. ვაჩუქებ თოფურიას, აღარ შევეკამათებით, 1-3 ფეხბურთელი გამოგვიგზავნო, იქნება სოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. მოდი რა, ანუ შემდეგი წლის 2026 წლის პირველი pay-per-view იქნება ლეგენდარული, რახან აღარ იქნება ESPN-ზე, აღარ იქნება pay-per-view და პირველი ახალი კონტრაქტის Paramount კონტრაქტის იქნება და Dana White-ს კითხეს, რომ ილია თოფურია იქნებაო ამ კარძეო და შესაძლო არისო და დღესდღეობით რო აირჩიო ყველაზე მაგარი დიდი ბრძოლა ილიასთვის. ოღონდ რო გამოთიშო მახაჩევი, იმიტომ რომ მახაჩევი JDM-ი ახლა ხდება და გამოთიშო მახაჩევი. ანუ დარჩა ვინ? გეიჩი და ფადი. წარუკიანის გამოთიშე დან ჰუკერი ყავს მალე. ოკეი, ასე იგი გეიჯი და პედი დარჩა. პედი. მეც. პედისთან პრეს კონფერენცია იქნება. ბექგრაუნდი აქვს და მაგას. დაჟე White House-ში რო იყოს, მაინც პედის ავირჩევდი და არა გეიჩის. ხო, თან პედი ისეთი კაცია, ისეთ რაღაცების თქმას იკადრებს, რასაც სხვა არ იკადრებს და ჰაიპი იქნება მაგარი რა. ძმებო რა ვიცი აბა ყველა თემები რაც მქონდა მგონი იმას ვქენი რა და ბოლოს მაქვს ანუ გაკეთებული ვიღადავესავით რა ეხლა რო გელოდებოდით რა მეთქი ეხლა რა უნდა გავაკეთო ლევანი ბავშვს აძინებს ეს პამპერსებს ცვლის მე გზად ბიჭო ბავშვს კი არ ვაძინებდი იმენა მაგას რო ღვიძავს სუჩემ მოდის ხოლმე ხშირად რომ ხედავს ხოლმე არ დამაცდიდა იმენა მე ნაცვალე კაცნარი არა გიჟი მამაილა არის და გარბის ხოლმე მახდება ხოლმე თავზე და არ დამაცდიდა და მაგით ვეუბნებოდი რომ ეს გოძილას ვეძახეთ გოძილა რო დაიძინეს მომავალი shout out to Georgie bro Georgie აჰა ეს ხედავთ ახლა თუ ვერ დაინახავთ ახლა მოიცა ეს გავაკეთე მე გრაფიკაში ჩავდებ რა ეს გავაკეთე მე თვითონ ავაწყე UFC White House-ის კარდი რა main კარდი რა მე და დავიწყებ რა main event ვის აირჩევდით მე მყავს John Jones versus Pereira main event Coleman იჭუბა სავარაუდოდ ეგ იქნება main event ასპინალს ჯობია რა Pereira ასპინალს ჯობია უეჭველი ჩემი აზრით თან ამერიკისთვის ცნობილობისთვის Coleman event მყავს დვალიშვილი versus Volkanovski რომელიც ვიცი რომ არ მოხდება, მაგრამ ყველაზე დიდი ბრძოლა. შემდეგი, ანუ 5 ბრძოლა მაქვს main card-ზე რა. შემდეგი ყავს Kayla Harrison versus Amanda Nunes. ანუ ეს უკვე ორი ამერიკელი არის, მაინც ხო უნდა იყოს ამერიკელი White House-ში რა. მაგრამ ეხლა Volkanovski მერაბი არ არის ამერიკა, ხო? შემდეგი არის Ilia Topuria versus Paddy Pimblett და ბოლო არის main card-ზე Oliveira versus Holloway BMF. You like? მე მომწონს. კაი, ბევრს აღარ გავატრაკებ. რა შეცვლიდით რამე ერთ ბრძოლას? მე არ მომწონს, ვაფშე არ მომწონს. ვაფშე? არა. აბა ვინ გინდა შეჭი? მაგას არ ვიტყვი. პამელა ანდერსონი მეც მინდოდა 90-იან წლებში. White House-ზე ლაპარაკი ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ აუცილებლად ჩვენი არხი და ჩვენი სპონსორი არის Atlantic Vitality, ძალიან მაგარი ნუტრიციული კომპანია. შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე Atlantic Vitality და რომი 20-ით 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ
ძალიან კარგი სხვადასხვა სახის პროდუქტები არის, სადეთ აუცილებლად ვინც იყენებთ ვარჯიშის დროს დანამატებს. დიდი მადლობა. და არ დავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, არა მარტო YouTube-ზე ვართ, პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple-ზე. დღეს ჩვენთან არის მომავალი და 10 მყოც ლევან ჩოხელი, ქართველი უჯიგრესი ჩვენი ძმა. გაიხარით. You tune into the Kartwelians on the Fight Power Podcast.